მოკლედ ერთხელ ვიყავი სამთავროში წასული, სადაც ჩემი პირველი მონასტერი იყო და ეს პირველი მონასტერში წასვლა ძალიან დიდ სიხარულთან იყო დაკავშირებული და მე დროთა განმავლობაში თითქოს ეჩვევი, მადლიერებაც თითქოს სადღაც მიდი, აი თითქოს ეგრეც უნდა იყოს, რომ ამ ხელაწყალობაა და ვეღარ აფასებ უკვე ესე ძალიან შესაბამისად უკვე სიხარულიც არ აქვს ისეთი, როგორც თავიდან მქონდა და რომ მივედი სამთავროში ღვთისმშობლის ხატს ვთხოვე, რომ ეს სიხარული დამიბრუნე თქო. როგორც თავიდან მქონდა ეს სიხარული მომეცი თქო და მე ჩამოვედი უკვე მონასტერში და ერთი ახალგაზრდა გოგო მოვიდა მელაპარაკებდა და მიყვებოდა თავის ისტორიას, რომელიც საკმაოდ მძიმე იყო. ცალი-თვალით უკვე ვერ ხედავდა, ეშინოდა რომ მეორე თვალითაც შეიძლება დაბრმავებულიყო თავისი ავადმყოფობის გამო. და მიუხედავად ამისა ადამიანი ბრწყინავს და ამბებს მიყვება სულ სხვანაირს და გახარებულია თან და მე თქვა რომ საბოლოოდ აი როცა წავალ ამ ქვეყნიდან ჩემს საფლავზე ესეთი რაღაცა ეწეროს რომ სიხარულის წყარო არის მადლიერება. მე ხომ მახსოვდა რომ დილას ღვთისმშობელს ევთხოვე. ჩემთვის ეგ იყო სასწაული, აი პირდაპირ პასუხი მივიღე ამ გოგოსგან, რა შემთხვევაში მოვა სიხარული, თუ გექნება მადლიერება. და მადლიერება ისეთი რაღაცაა, რომ ყველაფერზე შეიძლება გქონდეს. აი დილას მზე რო ამოდის, უკვე მადლიერია ადამიანი, რომელსაც სუფთა აქვს სინდისი, რომელსაც უყვარს ღმერთი. ბავშვი რო შეგხვდება და გაგიღიმებს, უკვე ბედნიერი და მადლიერი ხარ. იმდენი რაღაცა არის, რისთვისაც მადლიერები უნდა ვიყოთ ჩვენ და ამას ვიღებთ ვითომც ეგრე უნდა იყოს და აი ეს გვიშლის ხელს, რომ სიხარული გქონდეს ადამიანებს.